გამარჯობა, მე ვარ გიორგი ჯავახიშვილი, ისტორიკოსი და მასწავლებელი. ყველაფერი დაიწყო 1978 წელს, როცა ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს მთაში შეხვდა. ორი ჯგუფი დაიძრა მთის მიმართულებით, ერთი კომუნისტური ჩეხოსლოვაკიიდან, მეორე კომუნისტური პოლონეთიდან და აგვისტოს თვეში ერთმანეთს შეხვდნენ რაღაც პოლონეთ-ჩეხოსლოვაკიის ოფიციალურ საზღვართან. მთაში იქაური უსაფრთხოების ოფიცრებისგან, ასე ვთქვათ, ფარულად. ბევრი საუბრეს პოლიტიკაზე, მომავალზე, წარსულზე, უკეთეს პერსპექტივებზე და ამ წიგნის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა და მიხნიკმა შესთავაზა ჩეხოსლოვაკიის წარმომადგენელს, შემდგომში ძალიან ცნობილ დისიდენტს, დრამატურგს და პოლიტიკოს ვაცლავ ჰაველს, რომ იქნება რამე პატარა ესე დაგვიწერო. იმაზე თუ რა გავაკეთოთ ჩვენ, ვისაც გვინდა უბრალოდ ნორმალური ცხოვრება. და ვაცლავ ჰაველმა დაწერა მისი ცნობილი ტრაქტატი, ასე ვთქვათ, ძალა უძალოთა, გადასცა ფარულად და მიხნიკს და შემდგომ დაიბეჭდა სამიზდათში, ანუ არალეგალურად კომუნისტურ პოლონეთში. და პარალელურად მიხნიკი, ასე ვთქვათ, ინტელექტუალურ საქმიანობაშია და ქმნის ამასთანავე ინტელექტუალისთვის ძალიან, ასე ვთქვათ, უცნაურ სურათს. ის მხარს უჭერს მუშების გაფიცვას ქალაქ გდანსკში, რომელსაც ხელმძღვანელობს ლეხ ვალენსა. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური პოლონეთი იყო ავტორიტარული ხელისუფლება, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მუდამ ავიწროებდნენ ადამიანებს, ეს წიგნი გახდა, ასე ვთქვათ, და ეს მოძრაობაც რაც დიდი ენთუზიაზმისა და დიდი სიყვარულის ამბავი. ტიმოთი გარტონში ჩავიდა როგორც ჟურნალისტი პოლონეთში, კომუნისტურ პოლონეთში. გაიცნო სოლიდარობის მოძრაობის წევრები, წამყვანი პოლონელი ინტელექტუალები, მუშები, მუშათა საგაფიცო კომიტეტის თანამშრომლები და პირადი ინტერვიუების, საკუთარი დღიურების, არქივების, ფოტომასალის საფუძველზე შექმნა ეს უზომოდ საინტერესო წიგნი, რომელიც გვიყვება სოლიდარობის, სამოქალაქო დარაზმულობის, სამოქალაქო ვალდებულებების და უკეთესი მომავალისთვის ბრძოლის ისტორიას. მოკლედ, გირჩევთ, კარგი წიგნია. მეორე წიგნი, რომელზეც მინდა გესაუბროთ, არის აზიაზე, კონტინენტზე, რომელთანაც საქართველოს კულტურა მეტნაკლებად დაკავშირებული იყო საუკუნეების განმავლობაში, რომელმაც დიდი გავლენა იქონია რაღაც მსოფლიო განვითარებაზე, ბოლოს და ბოლოს პირველი ცივილიზაციები გახსოვთ ალბათ, რომ ასე მასშტაბურად აზიაში ჩამოყალიბდა. თუმცა დღეს, როცა ჩვენ ვფიქრობთ აზიაზე და ამ კონტინენტზე, ყოველთვის წარმოგვიდგება თვალწინ რაღაც სტერეოტიპები, რომელიც შექმნა გლობალურმა კულტურამ, ხო, თავისი კინემატოგრაფიით, თავისი რაღაც პოპ-კულტურით და ასე შემდეგ. თუმცა მატიას ენარი თავის გენიალურ წიგნში, კომპასზე, სულ სხვანაირად აგვანახებს ამ რეგიონს, ამ კონტინენტს და მათ ისტორიას. დავიწყოთ იმით, რომ წიგნი არის საკმაოდ ისეთი უნიკალური პერსპექტივით დაწერილი. ეს არის მუსიკოსის, ასე ვთქვათ, ერთი საღამო, როცა ის იხსენებს წარსულს და ღამის საათებში მკითხველს უყვება, პოტენციურ მკითხველს უყვება, მის აღქმებსა და თავგასავას, რომელიც გადახდა აზიაში. დაწყებული რაღაც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან, დასრულებული რაღაც დღევანდელ სპარსეთის ყურემდე. მეც და ალბათ ბევრ ადამიანს ისეთ ქალაქებს, როგორც არის იერუსალიმი, დამასკო, ალეპო და ასე შემდეგ, რაღაც ახსენდება რაღაც მცხუნვარე მზე, რაღაც ცოტათი ისეთი გრილი ნიავე და ახსენდება რაღაც არაბული ენა, ხო? თუმცა ჩვენ გვავიწყდება და მატიას ენარი ამაში ძალიან კარგ მეგზურობას გვიწევს, რომ ოდესღაც ეს ტერიტორიები საერთოდ არ იყო არც არაბულენოვანი და მეტიც ესეთი უნიკალური რეგიონი იყო. და მაგალითად ჩვენთვის ქალაქი ისეთი რეგიონი, როგორც არის სირია ან პალესტინა, ნაკლებად ასოცირდება რომის იმპერიის პერიოდთან, ხო? ანუ რაღაც რომ მოგინდეს არ გაგახსენდება რატომღაც, რომ აი ოდესღაც ეს ტერიტორიები იყო რომის იმპერიის შემადგენლობაში. და აი ამ ასე ვთქვათ, ისტორიული პერსპექტივიდან ის მოდის მე-20 საუკუნის ბოლომდე
და წიგნში შეხვდებით უამრავ საინტერესო ადამიანს, უამრავ საინტერესო იდეას, უამრავ საინტერესო ემოციას, რომელიც სხვანაირად დაგვანახებს აზიას, კონტინენტს, რომელიც უნიკალურია და გამორჩეული. მოკლედ, კაი წიგნია, გირჩევთ, ღირს წაკითხოთ. აზიის შემდეგ მე მგონი უფრო უპრიანია გადავიდეთ ევროპის კონტინენტზე და ევროპის კონტინენტის შესახებ როცა ფიქრობთ და მის პროზაზე, ერთ-ერთი მთავარი კაცი, ვინც წარმოვიდგება ხოლმე თვალწინაეს, ჩარლზ დიკენსი. და მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მკითხველთა საზოგადოება ჩემი ჩათვლით გავიზარდეთ დევიდ კოპერფილდზე, მისი რომანი ორი ქალაქის ამბავი, მე მგონი, რომ საკმაოდ დაუფასებელია ჩვენს საზოგადოებაში. ბოლოს და ბოლოს თუ რომელიმე ქალაქმა შექმნა თანამედროვე ევროპა, სწორედ ის ორი ქალაქია, რომელზეც ჩარლზ დიკენსი გვიყვება, პარიზი და ლონდონი. ბევრი საინტერესო დასაწყისი გვინახავს ლიტერატურაში. იქნება ეს რავი თამაშოვის ყანაშის დასაწყისი, იქნება ეს მარტობის 100 წელიწადის. თუმცა ჩემთვის საყვარელი და ჩემთვის ყოველთვის აღმაფრთოვანებელი არის ორი ქალაქის ამბავის დასაწყისი, რომელსაც წაგიკითხავთ ახლა. იდგა საუცხოო ხანა, იდგა უმძიმესი ხანა, ჟამი სიბრძნის, ჟამი უგუნურების, დრო რწმენის, დრო ურწმუნობის, წამი ნათლის, წამი წყდიადის. მოკლედ, ნებისმიერ დროს, როცა იქნება ბედნიერი თუ დამწუხრებული, ამ წიგნის შესავალი რაღაც საინტერესოს გიყვება, რომ რაღაც როგორი შეიძლება იყოს დრო ვიღაცისთვის ძალიან ესე ტრაგიკული, ვიღაცისთვის ძალიან აღმაფრთოვანებელი წუთებით სავსე და მოკლედ რო ჩაუყვებით ამ შესავალს, მე შეხვალთ ძალიან უცნაურ სამყაროში, რომელიც იტევს პარიზის, ლონდონის ქუჩებს და იმ დიდ ისტორიულ პროცესს, რომელსაც ქვია საფრანგეთის რევოლუცია. ჩვენ საფრანგეთის რევოლუციაზე ძალიან ცოტა რამ ვიცით ნამდვილაში. არადა უნდა გვახსოვდეს, რომ ამ რევოლუციით და ამ რევოლუციის მემკვიდრეობით იყვნენ ინსპირირებულები მე-19 საუკუნის განმავლობაში მთავარი ინტელექტუალები. და ამ ინტელექტუალების კატეგორიაში, რა თქმა უნდა, შედიან ის ქართველი მოაზროვნეებიც, რომლებმაც შექმნეს თანამედროვე ქართული კულტურა მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში. მათთვისაც დიკენსი და ზოგადად მე-19 საუკუნის პერიპეტიები საკმაოდ აღმაფრთოვანებელი იყო და მოკლედ ხშირად ხდებოდა, რომ ისინი უბრუნდებოდნენ საფრანგეთის რევოლუციას და მათ შორის დიკენსს.